ყოველ დღე სულ უფრო ნათელი ხდება თუ რაოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ, როდესაც ქალი მხოლოდ ბიოლოგიურ ქალს უწოდა, ხოლო კაცი მხოლოდ ბიოლოგიურ კაცს. ვერ გეტყვით, ხვდებიან თუ არა მოსამართლეები მათი ამ გადაწყვეტილების მასშტაბს, მაგრამ ფაქტია, რომ ის უკვე გაცდა გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს და პრაქტიკულად თემს მსოფლიოზე ახდენს გავლენას. უკვე არაერთ ქვეყანაში სხვადასხვა კონტინენტზე ითხოვენ მსგავსი კანონის მიღებას. ბრიტანული სასამართლოს დადგენილება შეიძლება ითქვას მემარჯვენე მოძრაობის გამოღვიძების წინაპირობა გახდა ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც დიდი ხანია ფსევდოლიბერალურ ჭაობში ჩაძირულებად ითვლებოდნენ. თუმცა ყველაზე სერიოზული იდეოლოგიური რყევები ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბუნებრივია უპირველეს ყოვლისა თავად ბრიტანეთში გამოიწვია. უელსში ისე გათამამდნენ, რომ გადაწყვიტეს ამ გარყვნილი გენდერული იდეოლოგიის მიერ წლების განმავლობაში ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის დათვლა და LGBT ორგანიზაციებისთვის და მათი მფარველი ლობისტებისათვის ბრალდების სახით წაყენება. უელსელმა პარლამენტის წევრმა ტონია ანტონიაციმ განაცხადა, რომ უელსის მთავრობა და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები 10 წლეულების განმავლობაში მთლიანად მიტაცებული ჰქონდათ LGBT საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც სქესის შეცვლის იდეას, ტრანსგენდერულ ოპერაციებს და კიდევ უამრავი ფსევდოლიბერალური შიზოფრენიის გავრცელებას უწყობდნენ ხელს. ტონია ანტონიაციმ კონკრეტულად ორი LGBT საქველმოქმედო ორგანიზაცია, Stonewall და Mermaidsi დაასახელა. ბრალდება პირველ რიგში ბავშვებისა და ახალგაზრდების პრაქტიკულად მთელი თაობის მოტყუებას ეხება, რომლებიც დაარწმუნეს, რომ მათ გარკვეული სამედიცინო მანიპულაციებით სქესის შეცვლა შეუძლიათ. ამ ვითომ საქველმოქმედო ორგანიზაციებმა უამრავ ახალგაზრდას ცხოვრება დაუმახინჯეს, სხეული კი დაუსახიჩრეს, იმით რომ შეცდომაში შეიყვანეს და ვითომ სქესი შეაცვლევინეს. ამ დაღუპული თაობის წარმომადგენლები წლების შემდეგ ნელ-ნელა ხვდებიან, რომ რეალობაში არანაირი სქესის ცვლილება არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება. ამ გარყვნილების გამავრცელებელი LGBT ორგანიზაციების მთავარი დანაშაული სწორედ ისაა, რომ გამოუცდელ ახალგაზრდებს ყოვლისშემძლე პროპაგანდისტული მანქანებით მიჰყიდეს ტყვილი, რომელმაც ამ ახალგაზრდების მომავალი თავდაყირა დააყენა. ყველაზე გასაოცარი ამ ისტორიაში კი არის თავად ამ LGBT პროპაგანდისტის ორგანიზაცია Stonewall-ის პასუხი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე. მათ განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ისინი გადახედავენ თავიანთ პოლიტიკას, ხოლო ადამიანის უფლებათა კომისიისაგან ელოდებიან კონკრეტულ მითითებებს და მზად არიან ნებისმიერი განახლებისათვის. ანუ გამოდის, რომ არანაირი პრინციპული პოზიცია ბრიტანეთის მთავარ LGBT ორგანიზაციას LGBT ადამიანებთან და უპირველეს ყოვლისა ტრანსგენდერებთან დაკავშირებით არ გააჩნია. დასჭირდებათ, იტყვიან, რომ კაბიანი და პომადიანი მამრები არიან ქალები, ბიოლოგიური ქალები, წვერით კი კაცები. მაგრამ თუ ვითარება შეიცვალა და სასამართლო საპირისპიროს დაადგენს, მაშინ ბიოლოგიური ქალი გახდება ქალი, ხოლო კაცი კაცი. თურმე მთავარი ყოფილა რას ამბობს კანონი, თორემ LGBT ღირებულებების სრულებითაც არ ყოფილა პრინციპული საკითხი. Stonewall-ში აცხადებენ, რომ ჩვენი სახელმძღვანელო ყოველთვის იყო კანონიო. ჩვენ რეგულარულად თანამშრომლობთ იურიდიულ ექსპერტებთან იმისათვის, რომ ეს ჩვენი სახელმძღვანელო ყოველთვის ასახავდეს უახლეს სამართლებრივ ცვლილებებს. ანუ რა გენდერული მრავალფეროვნება და რის ასობით სქესი, რა ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და რისი LGBT იდეალები და სტანდარტები. მათივე აღიარებით ეს ყველაფერი ყოფილა ბლეფი. თავარია კანონს მოერგონ, რომ ლიცენზიის პრობლემა არ შეექმნათ და საგრანტო დაფინანსება არ შეუწყდეთ. ნისლიან ალბიონზე მაცხოვრებლებს ქოლგები მუდამ თან დააქვთ, მაგრამ როგორც ჩანს, ბრიტანეთში LGBT ცისარტყელა ქოლგების დაკეცვის დრო მოვიდა და ამას ვერავითარი პროპაგანდის წვიმა ვეღარ შეაჩერებს. სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ქალის სამართლებრივ განმარტებად ბიოლოგიური სქესი განსაზღვრა და არა გენდერული იდენტობა. პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის პრესმდივანმა კი გაახმოვანა მთავრობის მეთაურის აზრი, რომ ქალი ქალია და ტრანსგენდერი ვერასდროს იქნება ნამდვილი ქალი. უზენაესმა სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა, რომ თანასწორობის აქტის ინტერპრეტაციისას ქალი ნიშნავს ბიოლოგიურ ქალს. ეს ნათლად არის მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ხომ წარმოგიდგენიათ ამ განცხადების შემდეგ რა დაემართებოდათ LGBT ლობისტებსა თუ მათ მყარებლებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში მთელ ბრიტანეთში ისეთ პრო-LGBT გარემოს ქმნიდნენ, სადაც ყველას ცისარტყელა დროშა უნდა გადაფარებოდა. ამ დროს კი ჯერ უზენაესმა სასამართლომ, შემდეგ კი თავად პრემიერმა განაცხადა, რომ ტრანსი ქალი რაც არ უნდა ქალივით გამოიყურებოდეს, არ არის და ვერც ვერასდროს იქნება ნამდვილი ქალი. რამ გამოიწვია ბრიტანელი პოლიტიკოსებისა თუ მოსამართლეების შეხედულებების ცვლილება? ფესვებს ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ტრამპის ადმინისტრაციამდე მივყავართ. მას შემდეგ, რაც 2025 წლის დასაწყისიდან ტრამპმა LGBT პროპაგანდასთან ბრძოლა ოფიციალურად დაიწყო, ნათლად გამოჩნდა, რომ იქაური საზოგადოების უმრავლესობამ LGBT ლობისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ტრამპს მხარი ღიად დაუჭირა. გაერთიანებულ სამეფოშიც კარგად იციან, რომ მათთანაც ჯანსაღი საზოგადოების ნაწილი გაცილებით მეტია, ვიდრე ფსევდოლიბერალების თუ LGBT მყარებლების. როგორც ჩანს, აღარ უღირთ უმრავლესობის განაწყენება, იმის ფონზე, რომ ტრამპის შემხედვარე ხმის ამაღლება საღად მოაზროვნე საზოგადოებამ ბრიტანეთშიც დაიწყო. რატომ არის ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვანი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება? 2022 წელს გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 16 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან დაახლოებით 3,3%-მა საკუთარი თავი ლესბოსელად, გეიდ ან ბისექსუალად მიიჩნია. როდესაც მაგალითად ეს მაჩვენებელი 2017 წელს 2,1% იყო. ნელ-ნელა LGBT ლობი სულ უფრო მეტ ახალგაზრდას ითრევდა ხაფანგში. სასამართლოს დადგენილება კი ერთ-ერთი ნაბიჯია პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ბრიტანეთში გამოფხიზლების ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და უელსის პარლამენტში LGBT მხარდამჭერი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა მოითხოვეს. ამასთან ერთად უნდა მოხდეს შეფასება იმ ზიანის, რომელიც ზოგიერთი საჯარო დაწესებულების მიერ გენდერული იდეოლოგიის მიღებას მოჰყვა. ინიციატორი უელსის პარლამენტარი ტონია ანტონიაცია, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ წლების წინ უელსის მთავრობა და ზოგიერთი სხვა ინსტიტუცია LGBT საქველმოქმედო ორგანიზაციებმა დაიპყრეს და ამტკიცებდნენ, რომ სქესის სრულყოფილად შეცვლა რეალური იყო. ანტონიაცის გააქტიურება სწორედ რომ ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ქალის სამართლებრივი განსაზღვრება ბიოლოგიურ სქესზეა დაფუძნებული. უელსის მთავრობაში აღნიშნეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას სიფრთხილით მოეკიდებიან. ჩვენ ფრთხილად განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გავლენებს უელსზე და საჭიროების შემთხვევაში განვიხილავთ შევცვალოთ თუ არა ჩვენი ინსტრუქციები. ლეიბორისტმა პარლამენტარმა თქვა, რომ მოხარულია ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ცხადად ასახავს სქესზე დაფუძნებულ უფლებებს, მაგრამ წარსულში გატარებული პრო-LGBT პოლიტიკისგან მიღებული ზიანის გამოსწორება მისი აზრით სერიოზული გამოწვევა იქნება. აუცილებელია შეფასდეს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა შესაბამისი ადამიანები დასხდებიან საერთო მაგიდასთან. სხვადასხვა დეპარტამენტის, მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის დეცენტრალიზებული მთავრობებიც, რათა შეისწავლონ ვითარება გაერთიანებულ სამეფოში. 2021 წლის ოქტომბერში BBC-მ გამოავლინა, რომ უელსის მთავრობა თავისი პოლიტიკის ფარგლებში საქველმოქმედო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედი LGBT მხარდამჭერი Stonewall-ის სასარგებლოდ სხვადასხვა კანონის ინტერპრეტაციას ახდენდა. ტონია ანტონიაციმ ასევე დაადანაშაულა ორი LGBT ორგანიზაცია, Stonewall და Mermaidsi, იმაში, რომ ახალგაზრდებს დააჯერეს ტყუილი, თითქოს მათ სქესის შეცვლა შეეძლოთ. მან მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას დაეხმაროს იმ ზიანის აღმოფხვრაში, რაც მისი აზრით ამ ორმა ორგანიზაციამ მიაყენა ახალგაზრდა თაობას. პარლამენტარმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციებმა შეცდომაში შეიყვანეს ძალიან ბევრი ბავშვი, რომლებმაც სქესის შეცვლის რწმენით ოპერაციები გაიკეთეს. ესაა ზიანი, რომელიც მათ მიაყენეს, რადგან გაყიდეს ტყუილი. ანტონიაციმ ასევე აღნიშნა, რომ საჯარო უწყებებმა და მთავრობებმა არ უნდა შეიძინონ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სერვისები, მათ შორის ტრენინგ კურსები და მასალები. თავად ორგანიზაცია Stonewall-მა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იგი განიხილავს თავის პოლიტიკას და ინსტრუქციებს. Stonewall-ის ინსტრუქციები ყოველთვის ასახავდა კანონს. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ მათ და ვთანამშრომლობთ იურისტებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ასახავენ სამართლებრივი ვითარების უახლეს ცვლილებებს. ჩვენ ამგვარად გავაგრძელებთ მუშაობას. Mermaidsi-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია უწევს მხარდაჭერას 20 წლამდე ასაკის ტრანს
არაბინარულ და გენდერულად მრავალფეროვან ახალგაზრდებს და არ იძლევა არც ერთი სახის რეკომენდაციას, მათ შორის სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით. მათივე განცხადებით, უბრალოდ ეხმარებიან ადამიანებს, გაარკვიონ რა ხდება მათ ცხოვრებაში, რას გრძნობენ და რა შეიძლება იყოს მათთვის საუკეთესო. მათივე მტკიცებით არ უთითებენ არავის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ან რა გზას უნდა დაადგნენ. სოციალური ტრანზიცია შეიძლება მოიცავდეს სახელისა და ნაცვალსახელის შეცვლას, გარდერობის განახლებას, თმის ვარცხნილობის ან კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, როგორც ადამიანს სურს გამოხატოს თავისი გენდერული იდენტობა. მოკლედ, ტრადიციული LGBT მეთოდები თითქოს არაფერ შუაში არიან, არც პროპაგანდას ეწევიან და ყველაფერს ეგრეთ წოდებული საკუთარი თავის გამოხატვად ფუთავენ. ვითომ უწყინარი საკუთარი თავის გამოხატვის უკან, კი LGBT ორგანიზაციები მოიაზრებენ ყველაფერს, მათ შორის საპირფარეშოებსაც. მაგალითად, მათი აზრით კაბიან კაცებს ქალთა საპირფარეშოებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამერიკაში ტრამპის მოსვლასთან ერთად ამ ანომალიამ მოგვარება დაიწყო და როგორც სენატში და კონგრესში, ასევე მთელ ქვეყანაში აიკრძალა ტრანსების მიერ საპირისპირო სქესის საპირფარეშოების გამოყენება. დიდი ალბათობით ბრიტანეთი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ამ მიდგომასაც გადმოიტანს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. თანასწორობის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა ბრიჯიტ ფილიპსონმა განაცხადა, რომ ტრანსქალებმა საპირფარეშოები ბიოლოგიური სქესის მიხედვით უნდა გამოიყენონ. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადად ამბობს, რომ სერვისებზე და დაწესებულებებზე წვდომა უნდა მოხდეს ბიოლოგიური სქესის საფუძველზე. ტონია ანტონიაციმ BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეთანხმება თანასწორობის მინისტრს. დიდი ალბათობით უელსშიც მალე დადგება საკითხი, რომ ტრანსქალებმა არ გამოიყენონ ქალთა საპირფარეშოები და მანდილოსნებს ელემენტარულად მშვიდად შეეძლოთ შესვლა საზოგადოებრივ საპირფარეშოებში. ესეც ნათელი მაგალითი, თუ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ გადაწყვეტილებას. რომ არა უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომელმაც ქალის სამართლებრივ განმარტებად ბიოლოგიური სქესი განსაზღვრა და არა გენდერული იდენტობა, დიდი ალბათობით ზემოთ ნახსენების საკითხები კიდევ დიდი ხანი არ მოგვარდებოდა. LGBT ლობი კი ბევრად მეტ ახალგაზრდას გადაიბირებდა, რითაც სამუდამოდ დაუნგრევდა ფსიქიკას და დაუსახიჩრებდა სხეულს. ესე იგი, Stonewall-მა ხომ ერთ წამში უარყო მთელი LGBT საზოგადოება, სქესთა მრავალფეროვნება და ტრანსგენდერთა არსებობა. მეორე LGBT ორგანიზაციამ მერმეიცმა კი საერთოდ ხელები დაიბანა და განაცხადა, რომ ჩვენ არასდროს არც ერთი არასრულწლოვანისათვის სქესის შეცვლა სამედიცინო გზით არ დაგვიძალებიაო. ჩვენ უბრალოდ მხარდაჭერას ვუწევთ 20 წლამდე ასაკის ტრანსგენდერ და გენდერულად მრავალფეროვან ახალგაზრდებსო. მოკლედ ორგანიზაციამ, რომელმაც წლების განმავლობაში უელსის ლიბერასტულ მთავრობებს უამრავი ლიბერასტული და ტრანსგენდერული კანონი უკარნახა და მიაღებინა, დღეს გვიმტკიცებს, რომ არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ LGBT ადამიანებს უგონებს ნაცვალსახელებს, ურჩევს რაფრად შეიღებონ თმები და როგორი მაკიაჟი შეარჩიონ ტრანსებს შორის ყველაზე ბრჭყვიალად რომ გამოიყურებოდნენ. მოკლედ ისეთი თეთრები და ფაფუკები გახდნენ, გული მოგიგუდებათ. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. მე რამდენად უნდა დავწმუნდეთ ყველა, რომ ამ ფსევდოლიბერალურ ღირებულებებში არაფერია ღირებული. მარადიულობაზე და ზოგად საკაცობრიოზე ხომ საერთოდ არაა საუბარი. ეს გარყვნილი მსოფლმხედველობა საკუთარ მიმდევრებსაც ვერ იცავს. საკმარისია რეალური წინააღმდეგობა შეხვდეს, მაშინ ბრძოლის ველიდან გარბის და სად დაიმალოს აღარ იცის. განსხვავებით ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისაგან, რომლებსაც ათეულობით წელია მილიარდობით დაფინანსებული გარყვნილების პროპაგანდა ებრძვის, მაგრამ იოტის ოდენას ზიანიც ვერ მიაყენა. დროებით